რატომ უჩნდება ხალხს ეგეთი განცდა, რომ სპეციალურად აკეთებენ რამეს? იმიტოა შვილო, რომ ერთი ბაზარი დაიწყო, მეორე დაიწყო, მესამე დაიწყო, არავინ არ გამოიძია ის ბოლომდე და ხალხს უკვე აღარ ჯერავს ამ გამოძიების, იმიტომ არიან ხალხი, რომლებიც უკვე მესამედ დაეწვათ ბაზარი და დაზარალდნენ. ერთი და იგივე ხელწერა ამ ბაზრების დაწვის გამთენიისას კაბელები ახალი გამოცვლილი იყო, სულ ერთი თვის გამოცვლილი წარი იყო. ზამთარი არ იყო, რომ პლიტები დაგვრჩენოდა ჩართული, ამდენი წლის ნაშრომი, ამდენი ხნის ნაშრომი, ყველას წყალში ჩაგვეყარა. ოჯახისთვისაც რაღაცა შრომობდი და შემომქონდა და მეც თვითონ მეგობრებთან ერთად რო გავდიოდი და რაღაცით კმაყოფილი ვიყავი ჩემი გარეთ გასვლით. ბევრს ბანკის წესხები ჰქონდათ, სახლები ჰქონდათ ჩადებული ბანკში. საერთოდ არც აზღვევდნენ, თორე დაზღვევა რო ყოფილიყო, ალბათ ყველა როგორც გადასახადს ვიხდიდით, ისე და გადავიხდიდით იმ დაზღვევასაც. ანუ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? არანაირი ეკონომიკური, არ ვიცი, საკუთარ ჯიბებზე შეიძლება გძნობენ, მაგრამ პოლიტიკაზე ხშირად ლაპარაკობთ ხოლმე ბაზარში? პოლიტიკაზე აზრი არ აქვს ჩვენ ლაპარაკს პოლიტიკაზე. რატომ არავინ არ გვისმენს ჩვენ ლაპარაკს. ჩვენზე მეტად განვითარებული, ახალი თაობა, განათლებული, ჭკვიანი თაობა გამოსულია, მაგრამ არავინ არ უსმენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რასაც ფიქრობს, ის რო თქვას ადამიანმა, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ეშინია. მშვიდობა იყოს ოღონდ და რა ვქნა, ვიყო გაჭირებული, არა უშავს. მშვიდობა ქვია იმას, რომ ქშიოდეს, პურის ფული არ ქონდეს, წამლის ფული არ ქონდეს, ექიმთან ვერ მიდიოდე და ეგ ამშვიდობა. ეგ ნამდვილად არ არის მშვიდობა. მაგრამ იმას ჯერავს ის, რომ მშვიდობაა თურმე. და გაჭირებაც უნდა აიტანოს, არის ასეთი ადამიანებიც. წუთში შეიძლება ადამიანს მთელი ცხოვრება ამოუყირავდეს. Redlines უყურებთ ბექა პატურაშვილთან, თათო შარიქაძესთან ერთად. დღეს სტუმარი გვყავს ქალბატონი ლილი ნოზაძე გოგიაშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც არის ბორჯომის ბაზრის დაზარალებული. ჩვენ ხშირად და ძირითადად პოლიტიკაზე ვსაუბრობთ ხოლმე და მე ვფიქრობ, რომ არანაკლებ აქტუალურია ის თემა, რომ ადამიანები რჩებიან ერთადერთი შემოსავლის წყაროს გარეშე. დიდი მადლობა ქალბატონ ლილი, რომ მობრძანდით და სანამ ბექაც იტყოდეს ორ სიტყვას, მინდა გკითხოთ, როგორ გაიგეთ ამ ხანძრის ამბავი? პირველ რიგში მადლობა შვილო მოწვევისთვის და მივესალმები თქვენ მაყურებელს და გისურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა. გამთენიის ხანს დაახლოებით 7:30 იყო, 7 არც კი თანამშრომელმა დამირეკა, რომ თურმე ჩვენი ბაზარი დაიწვა, კი არ იწვის, დაიწვა. და ჩამიგდეს იმაში ინტერნეტში ჩამიგდეს სურათი, როგორ იწოდა ბაზარი და როგორ წაეკიდა ცეცხლი. ჩემი მეუღლეც მეც წამოვცვიდით და წავედით, გავიქეცით. ახლოს ვცხოვრობ, შორს არ არის და ფეხით ჩავედით. და როცა მივედით, ვნახეთ, რომ ერთიანად იყო ჩაბუგული, აი 1 საათიც არ დაჭირდა იმას, რომ ეს ამხელა ბაზრობა ძალიან გრძელი ბაზარია და ერთიანად იწოდა, ერთიანად, აი არსად არ იყო იმის საშუალება არ იყო ეთყობა, რომ ჩაექროთ, უკვე ის დრო იყო, რომ ჩამწვარი იყო 1 საათში. თანაც თქვენს, რომ ცეცხლი როცა ბოლოში გაჩნდა, შუაგულშიც გაჩნდა იმ დროს და იმაშიც ჩანდა. ვიდეოშიც ჩანდა, რომ აი ესეთი ალი იყო სხვადასხვა ადგილებზე ამოსული. და ერთიანად ისე ძალიან ბევრი სახანძრო იყო უკვე რომ ჩავედით, მაგრამ ვერაფერი ვერ გადაარჩინეს, ერთიანად დაიწვა. ამდენი წლის ნაშრომი, ამდენი ხნის ნაშრომი, ყველას წყალში ჩაგვეყარა და დავრჩით ასე მთელი უულკმაპუროთ. ბანკის ვალები აქვს, ხალხს სახლები აქვს ჩადებული, გირაოთი, იმაში ბანკებში იპოთეკით დატვირთულები და გაუბედურდა ამდენი ოჯახი. მიწასთან გაასწორდა, რა ვიცი. როგორ გაჩნდა ჯერჯერობით არავინ გამოიძიებენ და როდის რას გამოიძიებენ, არ ვიცი. ნუ აი სულ 2 წუთია რაც დავიწყეთ ალბათ და უკვე ხვდები რომ ძალიან ესეთი ემოციური ეპიზოდი გამოვა. და ჩვენ გვინდა რომ
მოვუსმინოთ ადამიანებს და გავიგოთ მათი სათქმელი. ანუ ბევრ თემას ალბათ გზადაგზა შევეხებით, სხვა ადამიანების ისტორიებსაც მოვისმენთ, რასაც ჩვენი სტუმარი მოგვიყვება, უბრალოდ შესავალშივე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ წინა ეპიზოდი ჩავწერეთ მედიის როლზე და იმ პრობლემებზე, რაც მედიაში არსებობს. იმ პრობლემაზე, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ეყრდნობა ძირითადად დღევანდელი ძირითადი მედია საშუალებები და სულ უფრო და უფრო ნაკლებად ისმის ადამიანების ხმა და რაც უფრო მეტად შეიზღუდება მედიას სივრცე, მით უფრო ნაკლებად გავიგებთ ადამიანების ხმას და მათ პრობლემებს. ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ტიპის ექსპერიმენტიც გამოდის ახლა. მე არ მახსენდება აი ესეთ ფორმატში, პოდკასტში ყოფილიყო შემხედროდა ჩვენ რეალობაში მოქალაქეები თავიანთი პრობლემებით და აი ამ ფორმატში ესაუბრათ საკუთარ გაჭირვებაზე, საკუთარ სათქმელზე და სხვების ვინც მათნაირად განიცდის რაღაცებს და მათ მდგომარეობაში არის. აქედან გამომდინარე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ყავს დღეს. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის რომ თაგვთანხმდით. არ არის მარტივი, მე მესმის თქვენთვის ემოციურად ახლა ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენი სათქმელი იყოს ნათქვამი საჯაროდ და ვისაც ხელიწიფება ეს ყველაფერი გაითვალისწინოს და რამენერად მათ ყურამდე მივიდეს და ასევე მნიშვნელოვანია რომ საზოგადოების ყურამდე მივიდეს კარგად რა რეალობაში ცხოვრობს დღეს ხალხი, როგორ გრძნობენ ისინი თავს, როგორ განიცდიან იმ ყველაფერს მას შემდეგ რაც უბრალოდ ერთ დღეს ტელევიზორში ამბავი გავა და მეორე დღეს აღარავის შეიძლება აღარც კი ახსოვდეს, როგორ გრძელდება მათი ცხოვრება და რა გამოწვევების წინაშე დგანან. ჩვენ ვეცდებით რომ მაქსიმალურად არ დაგვტვირთოთ ემოციურად და ჩვენი საუბარი გამოვიდეს უფრო რამდენადაც შესაძლებელია თქვენთვის ნაკლებად მტკივნეული. პირველ რიგში მე მინდა კითხოთ თქვენთვის რას ნიშნავდა ის სივრცე, სადაც მუშაობდით, რომელიც რამდენიმე წუთში მოისპო, რა დაკარგეთ? მე ამით ძალიან ბევრი დავკარგე შვილო ჯერ უბრალოდ ჯერჯერობით აღსდგება თუ არა ეგეც არ ვიცი და სანამ აღსდგებოდეს მე დავკარგე ახლოს მდგომი მეგობრები ვისთანაც მუშაობდი ისინი ჩემი ოჯახის წევრებივით იყვნენ ჩვენ ძალიან კარგად ვიყავით ერთმანეთთან ერთმანეთის გულის ტკივილსაც ვიზიარებდით ერთმანეთის გაჭირებასაც ერთმანეთის მხარში ვედეგით ყველანაირად მე კიდე დავკარგე ოჯახის შემოსავალი დავკარგე რა თქმა უნდა მართალია წლოვანი ვარ, მაგრამ ჩემი პენსია არანაირად არაფერში არ არის საკმარისი იმაში, რომ მარტო წამლებში არ გყოფნეს პენსიონერებს, ეს ყველამ კარგად იცის დღეს ჩვენი პენსია. და ის მეხმარებოდა დამატებით რაღაცა ლუკმაპური შოვნაში. მართალია თან გარეთ გავდიოდი, თან ჩემთვისაც კარგი იყო, რომ იქ მიმისვლებოდა და მივდიოდი და ოჯახისთვისაც რაღაცას ვშრომობდი და შემომქონდა და მეც თვითონ მეც მეგობრებთან ერთად რო გავდიოდი და რაღაცით კმაყოფილი ვიყავი ჩემი გარეთ გასვლით და იქ ყოფნით ჩემთვის ის იყო ჩემი როგორც ჩემი ოჯახი მეორე ოჯახი ჩვენ ასე ვიყავით ერთმანეთთან რამდენი წელი გაატარეთ თითქმის 12 წელია რაც გაიხსნა საერთოდ ეს ბაზარი გახსნიდან თავიდან 13 კაცი ვიყავით და იქიდან ერთათავად ბოლომდე და მე შემოგვემატა ქვევით დამწვარი ბაზრის თანამშრომლები და ისინიც ჩვენ როგორც ჩვენ ახლა დავიწვით ისინიც მაშინ აი ესე დამწვარი იყვნენ და ანუ გამოდის რომ ახლა ის ხალხი მეორედ დაზარალდა იგივენაირად მეორედ კი არა ზოგი მესამედ დაზარალდა და არიან ხალხი რომლებიც უკვე მესამედ დაეწვათ ბაზარი და დაზარალდნენ ერთი და იგივე ხელწერა ამ ბაზრების დაწვის გამთენიისას თითქმის ერთი და იგივე გამთენიისას ისე დროს და ჩვენთან ახლა რო თქვან რომ აი თქვათ დააბრალონ კანიმას კაბელები ახალი გამოცვლილი იყო სულ ერთი თვის გამოცვლილი წარი იყო სულ ახალი კაბელები გაიყვანეს ზამთარი არ იყო რომ პლიტები დაგვრჩენოდა ჩართული თან ყველას სათითაოდ ჰქონდა თავისი ავტომატი ყველა რთავდა შუქს და ეს გამოცდილება რომ არსებობდა რომ ხანძრები ყველა თავდა და ღამე მარტო საკონტროლო ნათურები იყო ანთებული დარბაზში მთლიანი მასში დარბაზში
არ ვიცი შუქისგან თუ რისგან, ყოველ შემთხვევაში უშველებელი ბაზარი იყო და ასე ერთიანად დაწვა და ასე ერთიანად ფერფლად ქცევა არ ვიცი. ზარალი თქვენ შემთხვევაში დაახლოებით თქვენი დათვლით დიდია? ძალიან დიდი ზარალია შვილო, ძალიან ჯერ ამდენი წლის ნაგროები აკოწიწებ, ამატებ ტამარს იქ რაღაცას რო გაყიდი კიდევ იმდენს ცდილობ რომ მეტი მიამატო რომ კონდეს საქონელი და მით უმეტეს იყო ბევრი ისეთი იყო რომ ძალიან დიდი რაოდენობის ქონა, ბევრს ბანკის წესხები ქონდათ, სახლები ქონდათ ჩადებული ბანკში და ძალიან დიდი რაოდენობის აი ბოტასების და აი ესეთი იმათ ძალიან დიდი თანხები ჭირდებათ რა თქმა უნდა ბოტასებს და ყველას ერთიანად გაუნადგურდა, ბევრი ქონდა თუ ცოტა, ყველას საქონელი განადგურდა ერთიანად. ხო, 15000 კვადრატზეა საუბარი, მაინც თუ კიდევ ვინმე მარიცის მაყურებელმა წარმოუდგენლად დიდ სივრცეზეა საუბარი და მართლა ძალიან მალე, აი მართლა წამში დაიწყო ყველაფერი. ცეცხლი ჩანს, რომ ერთიანად მოეკიდა, გვერდზე პროდუქტი იყო და ის პროდუქტიც კი როგორ რანაირად შეისახნა პროდუქტის ბაზარიც და ტანსაცმელს კიდე შეიძლება უცბად აალდეს და ისე მოეკიდოს რო ის, მაგრამ პროდუქტიანად ყველაფერი აბსოლუტურად. ქალბატონო ლილი, როცა ასეთი ამბები ხდება ხოლმე და ხანძრის ბევრი შემთხვევა გვახსოვს თან მით უმეტეს ბოლო წლებში თბილისში და ბაზრობებზე, მუდმივად ესეთ მაღალი ტრიბუნებიდან საუბარი არის ხოლმე იმაზე, რომ იცით სახელმწიფო როგორც შესაძლებელი იქნება დაეხმარება, მაგრამ აი დაზღვევის მნიშვნელობაზე გვიმახვილებენ ხოლმე ყურადღებას და მე მესმის რომ და მინდა რომ მაყურებელსაც კარგად აუხსნათ, იმიტომ რომ რაღაცა ზემოდან ყველაფერი შეიძლება სხვანაირად ჩანდეს. რამდენად უღირთ ადამიანებს პროდუქტის დაზღვევა, იმიტომ რომ მე მგონი არავის არ ქონდა დაზღვეული. დაზღვევა არავის არ უთქვია, რომ თუ ჩვენ არ ქონდა სალარო აპარატები, ჩვენ მუშაობდით პირდაპირ და ჩვენ ჩვეულებრივი გადასახადი გქონდა, მოჭრილი გადასახადი. თავიდან 150 რას ვიხდით, მე 200-ზე ავიდე, მე 250-ს ვიხდით და რა ვიცი, ნუ აი ესე ვიხდით იმ გადასახადს და ის ხო შედიოდა ბიუჯეტში ჩვენი გადასახადები, აბა სად მიდიოდა ხა ვიხდით და რა თქმა უნდა შედიოდა, მაგრამ დაზღვეული არ ვიყავით. რა თქმა უნდა ვალდებულები არიან რომ უნდა დაგვეხმარონ, მაგრამ ეს როგორ დაგვეხმარებიან ეს ნახავთ, რა ვიცი. ანუ დაზღვევა ეს პირად გადაწყვეტილებებზე არის მაგ შემთხვევაში თუ აი როგორ ხდება არავის არ ქონდა თქვენ გარშემო ან მცდელობა მაინც არ ქონდა მე იცით რა აი თათოც ამიტომ გეკითხებოდათ რომ ჩვენ თქვენი თვალით გვინდა შევხედოთ ხო მარტივი სათქმელია რომ აი დაეზღვიათ და ბევრი გამოჩნდება ალბათ ესეთი რომ აი კაცო რამდენჯერ მოხდა და რატო ვერ ისწავლა ამ ხალხმა ჭკუა ხო ხო იტყვიან ამას ალბათ თქვა კიდევაც ბევრმა ხო და ანუ თქვენი გადასახედიდან მინდა რომ ეგ დავინახო ანუ აი ჩვეულებრივი ერთი მოვაჭრისთვის რა ბარიერი არის ეგ რომ დაზღვევა იქონიოთ მაგალითად საერთოდ არც აზღვევდნენ თორე დაზღვევა რო ყოფილიყო ალბათ ყველა როგორც გადასახადს ვიხდით ისე და გადავიხდით იმ დაზღვევასაც ალბათ მაგრამ არ დაზღვევა არ იყო და რა ვიცი სხვათა შორის დაზღვევაზე მე პირადი გამოცდილება რაც მაგ არ არის ეგეთი ადვილი მაინც მაყურებელთვის რომ ახსნათ რა ესე მინდა დაზღვევაზე საქონელს ვერ დააზღვევ ერთია რომ შეიძლება თქვენ პირადი დაზღვევა გაიკეთოთ ჯანმრთელობის რაც მარტივია მაგრამ მაგალითად მე რომ ბინის დაზღვევა მინდოდა რომელიც არის ძველი აშენებული სახლი და აქეთ შემომთავაზა სადაზღვევო ხომ არ გინდა დააზღვიო და რო გაიგეს რომ არ იყო ახალი корпуსი და იყო ძველი თქვენს რომ მანდო დიდი რისკია რომ ისედაც ბინას რამე მოუვიდესო და ანუ ძალიან მინდოდა რომ დამეზღვია ჩემი ბინა და მეც არ მინდა რომ იმ სახლს რამე რომ მოუვიდეს ვიარო იმაში რაღაც სტრუქტურებში მე მინდოდა რომ მე გადავიხდი ამაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო ეს დაზღვევა და აი ბორჯომის ხანძრის ამ ტერიტორიის შემთხვევაშიც ეს არის რომ სურვილი ერთია მაგრამ შესაძლებლობა არც აქვს ადამიანებს რომ დააზღვიათ ეთყობა არ აქვს მე ახლა რო გითხრათ პირადად არის მაგრამ ვინც იყო იმ გამოცდილები და ვინც მეორედ დაეწვა მესამედ დაეწვათ რა თქმა უნდა ალბათ მოითხოვეს მაგრამ არ ვიცი ეგეც არ ვიცი
ყოველ შემთხვევაში თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ საკმარისი რა როგორ მუშაობს ანუ სადაზღვევო სისტემა თქვენ გჭირდებათ უფრო მარტივად მიწოდება ალბათ რომ აღიხსნათ სიტყვაზე ხელმძღვანელობამ რომ აი ეს შესაძლებლობა არსებობს ხო თქვენ შეგიძლიათ პირობითად გადაიხადოთ 20 ლარი ან რა ვიცი 100 ლარი რაღაც დროში და ამით დაიზღვიოთ თავი ესეთი კომუნიკაცია არა ასეთი შემოთავაზება კი არანაირი არა. აი ხელმძღვანელობის როლი რაშია? რაში გარდა იმისა, რომ თქვენ უხდით მათ რაღაც მოჭრილ გადასახადს. რა ურთიერთობები არსებობს იქ, ანუ რა პასუხისმგებლობები აქვს იმ ხალხს? რაზე არიან ისინი პასუხისმგებლები? რაზე არიან და აი მაგაზე რომ აი შუქები უნდა გამოიცვალოს, რომ ის შუქის ისინი გამოცვალეს. იქ წყალია თუ რაც არის რა ნუ ეგეთი რაღაც ეს ტექნიკური თქვა უზრუნველყოფის გარდა რა თქმა უნდა იქ წყალი თუ ჩამოდის ევიდან ან რაღაცა ეგეთ რაღაცებს რა თქმა უნდა დირექციას ახლა ჩვენ რო ვიცოდით რაც ეკუთვნოდა იმას აკეთებდნენ ჩვენ რაც ვიცოდით და სხვა არ ვიცი სხვა კაუტალილი აი რა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე ვისაუბრეთ და მინდა კითხოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილზეც ნახეთ თქვენ თქვით რომ როგორც კი გაიგეთ რომ ხანძარი იყო მიხვედით ადგილზე მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და თქვენ ისევ იქ გახართ ხომ და ელოდებით გამოჩნდა ვინმე ან მაშინ მოვიდა თუ არა ვინმე პირველ დღეს არავინ არ გამოჩენილა ჟურნალისტების მეტი და მეორე დღეს მერიაში თვითონ ჩვენი ხალხი მევიდნენ და არ უშვებდნენ შიგნით და ერთ-ერთმა ატეხა ამბავი რომ მე ხა ბენზინს გადავესხავ და ესე დაგდავიწო თავს და მე რამდენიმე კაცი შეიყვანეს და ხმალაძემ მისცა პირობა რომ მე ხვალე მოვალო და მეორე დღეს მოვიდა ხმალაძე და შეპირდა ხალხს დავიწყებთ გასუფთავებას. გასუფთავება დაიწყეს ხო და იმიტომ სულ დანგრეულია მთელი ის დამწვარია საერთოდ. და ყველანაირად გვერდში დაგიდგებით და ვნახოთ რა ვიცი. ეს გვერდში დადგომა ყველანაირად გვერდში დადგომა ძალიან ხშირად მომისმენია მე და ალბათ ბევრს კიდევ და როგორ ხდება ხოლმე აი თქვენ ახსენეთ იქ ხალხი სამჯერ არის დაზარალებული უკვე და აი ყველანაირად გვერდში დადგომაში რა გამოიხატება ხოლმე საბოლოოდ არ ვიცი ამბობენ რომ დაგეხმარებით რომ ფიზიკურადაც ამას გავზიდავთ გავაკეთებთ ახალბაზრობას რომ ასე იძახიან და ფინანსურადაც დაგეხმარებით და ვნახოთ ჯერჯერობით არ ვიცი ახლა როგორ შეასრულებენ ამ დაპირებას არ ვიცი. როცა შეასრულებენ მე მადლობას გადაუხდით ალბათ. ანუ რაღაც ერთჯერადი კომპენსაცია ყოფილა ხო როგორც ვიცი სხვა შემთხვევებში სხვა შემთხვევებში ხო ქონდათ მე არა მაქვს გამოცდილება ამ კონტექსტში. თქვენთვის რა შეიძლება იყოს აი ყველაზე სწორი დახმარება ამ სიტუაციაში? ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა თუ კი აღადგენენ ბაზარს ძალიან კარგი იქნება და რა თქმა უნდა ფინანსურადაც თუ დაეხმარებიან აბა ამ გაჭირებულმა ხალხმა როგორ უნდა შემოიტანოს საქონელი ბაზარი გინდა გააკეთონ გინდა არ გააკეთონ ბაზარი იყოს მაგრამ თუ მე ის არა მაქვს თანხა იმ ბაზარში როგორ უნდა დავდგე ახლა შემოვიტანო საქონელი ახსენეთ რომ ბევრს ქონდა კრედიტები აი ძალიან ბევრს ქონდა ამოცულობის კრედიტებზეა დაახლოებით ძალიან დიდ თანხებს იძახიან და კაუტალილი ჩვენ ტანსაცმელზე ვმუშაობ და მე ბოტასების ხელად ესა ნამდვილად არ მქონია არც იმ ხელა ფული მქონდა ჩადებული და ეს მაგრამ იმათ ძალიან დიდი და სახლები აქვს ჩადებული და იმათ ძალიან დიდი თანხები. აი დახმარების ნაწილში ასევე ძალიან დიდი დახმარება იქნებოდა, მაგალითად ხელისუფლება იყოს შუამდგომელი მოქალაქესა და მაგალითად საბანკო სექტორს შორის, ხო? იმიტომ რომ ეხა ეს გადასახადები თავისით არ ჩერდება, გიწევს იმ რიცხვს. მე ვიცი რომ წინა შემთხვევაში რომ დაეწვათ მე მგონი შეუჩერეს ბანკებმა გადასახადებს შეუჩერეს დროებით. ეხლაც იძახიან თუ შეუჩერეს, არ ვიცი. ჯერჯერობით არაფერი. ამაზე ჯერ არ ყოფილა არანაირი ისა. დაპირება არავისთვის არ მიუციათ ჯერ ამის დაპირება. მე ამ თემაზე რომ ფიქრობდით რომ უნდა გაგვეკეთებინა, მოვიძიე ბოლო წლების განმავლობაში ბაზრებზე გაჩენილი ხანძრის სტატისტიკა, სხვა შეს ტაბულას აქვს ძალიან კარგი სტატია, ჩაშლილად შეგიძლიათ იქ ნახოთ, სადაც არის მოყვანილი
2017-დან 2025-მდე ყველაზე გახშირებული ხანძრების სტატისტიკა თავის ფინანსურ ნაწილში. ბავშვთა სამყაროს შემთხვევაში, რაც ვნახეთ, იყო რომ ერთჯერადი დახმარებები გაიცა 3,000 ლარი, ეს მხოლოდ ერთხელ, მაშინ დააკავეს ბავშვთა სამყაროს დირექტორი, რომელსაც მე გირა 50,000 გადაახდევინეს და გამოუშვეს და წესით მას ევალებოდა ზარალის კომპენსაცია, მაგრამ ეს არ მომხდარა. წინა შემთხვევებში ერთის დაზღვევაც რო ახსენეთ წეღან ერთ საინტერესო დეტალი ის არის რომ ბაზარი დაიწვა თერგი დაიწვა 2 დღით ადრე ვიდრე სავალდებულო სადაზღვევო ამოქმედდებოდა. რაღაცა თითქოს ასეთი ფაქტი გაეჭვებინებს რომ ეს შემთხვევით არ ხდება. თქვენ ახსენეთ რომ 2 ადგილზე იყო ხანძარი, ეს მეც ბევრისგან მოვისმინე. არის ვერსია რომ ეს არ არის, აი შემთხვევითობა არ არის, მაგრამ რას შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორ შეიძლება გაჩენილიყო ეს ხანძარი? რა ვიცი, ეგ გამოძიებამ უნდა დადოს მაგის პასუხი, როგორ შეიძლება გაჩენილიყო და შესაძლოა იყო დივერსიული აქტი, მაგრამ ჩვენ ვერ დავამტკიცებთ ამას, ეს უნდა დაამტკიცოს გამოძიებამ. ხო, აი ეგეთი ვერსიები ძალიან ხშირად ჩნდება ხოლმე რა, ანუ ეს არ არის პირველი შემთხვევა, ნუ ხო, ახლა მე სულ არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ რაღაცა სენსაციის დაბადება გვჭირდება და არ იქ რაღაც შეთქმულების თეორიებს ვავითარებთ, არა? უბრალოდ ერთი გარემოება არის და აღსანიშნი, რომ ადამიანებს, ვინც ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან, ყველა ჯერზე უჩნდებათ სწორედ ესეთი ვერსიები, რომ თქვათ ხო რას ამბობენ ხოლმე ანუ დაიწვა სპეციალურად გამიზნულად იმისთვის რომ აქ ვინმე მდიდარმა კაცმა რაღაც დიდი შენობა ააშენოს ხო ეს არის ხოლმე ამ შემთხვევაში ხო გავრცელდა ამ შემთხვევაში ბევრი იძახის მაგრამ მე პირადად ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ხო და ის ამბობენ ეს ამბობენ ასე ხალხი ასე იძახის რომ აქ უკვე ქონდათ პროექტი რომ უნდა აეშენებიათო ხიდი იქით კორპუსები და ეს სპეციალურად არის გაკეთებული, მაგრამ მე არ ვიცი და მე რაც არ ვიცი, იმას მტკიცების ფორმაში ვერავიზე ვერ იტყვი იმას. უბრალოდ ანუ აი ეს განცდა რატომ ჩნდება ამ ხალხში? თქვენ ახსენებთ რომ აი სულ ყოველდღე რაღაც ოჯახივით იყავით, ხო? ჩვენ ეგ გვინდა ზუსტად ვაჩვენოთ რომ ხალხი რას ფიქრობს, იქ რაზე მსჯელობენ, რაზე საუბრობენ, რამდენად თქვათ დისტანცირებულები არიან პირობითად ხელისუფლებისგან, ვისგან რა მოლოდინი აქვთ ან იმედები თუ გაქვთ, აი მინიმუმ გამოძიები. საიდან მოდის ეგ ვერსიები? რატომ უჩნდება ხალხს ეგეთი განცდა, რომ სპეციალურად აკეთებენ რამეს? იმიტოა შვილო რომ ერთი ბაზარი დაიწვა, მეორე დაიწვა, მესამე დაიწვა, არავინ არ გამოიძია ის ბოლომდე და ხალხს უკვე აღარ ჯერავს ამ გამოძიების იმიტომ. ანუ სამართლიანობის განცდა არ არის? სამართლიანობის განცდა არ აქვს და შესაძლოა და ეს გამოიძიონ და რა ვიცი, იყოს ზუსტად ის, რაც საჭიროა და ვნახოთ. ეს სამართლიანობის განცდას რა გაგიჩენდათ? წინა შემთხვევებში მაგალითად. ნუ ვიღაცა ითათო მახსენა რომ ვიღაცა გამოედიებიათ ისე როგორც საჭირო იყო და დახმარებოდნენ ისე როგორც საჭირო იყო და არა 3,000 ლარი და არა ის რაც ქონდათ საქონელი ისე მაშინ სხვანაირად იტყოდა ყველა, მაგრამ ეხლა ყველა მაგას იძახის. ეს სპეციალურად არის გაკეთებული და სპეციალურად არის ეს ყველაფერი, მაგრამ ამას დამტკიცება უნდა და ამას გამოძიება უნდა გამოიძიონ, თუ გამოიძიეს, რა ვიცი. სხვა შეიძლება იყო ასეთი ისიც მესმოდა ხანძრიდან მეორე დღესვე რომ ტერიტორიაზე არ გუშვებენ და გადარჩენილი საქონლის გამოტანაც უნდოდა და არაფერი არ იყო გადარჩენილი, იქ ვერაფერს ვერ გამოიტანდნენ ეს ტყუილია, გადარჩენილი არაფერი არ იყო. გარეთ სულ გარეთ ეზოს მხრიდან იყო საწყობები იყო ფეხსაცმელის, ბოტასების და რაღაცების და იქ წყალი როასხეს იქ ეძახდნენ რომ ისა აი цаრიელი კარუბკები კი ფეხსაცმელი ზოგი შეიძლება ყოფილიყო იქ გადარჩენილი რაღაცა ნაწილი, იმიტომ რომ ის გარეთ იყო სულ ეზოს მხრიდან იყო. თვითონ შიგნით დარბაზში არანაირი არაფერი არ იყო გადარჩენილი. ყველაფერი დამწვარი იყო. და გატანილი თუ რამე იყო კიდე მაგას რას დაამტკიცებ იქ როცა ვერ შეხვედი არ შესულხარ და იძახეს გადავიღეთო
რაღაცით და ფერფლი არ ჩანსო, მაგრამ როგორ იმით გადაიღეს დრონებით გადაიღეს და იმ დრონებით გადაღებულში ჩანდა რომ იქ არაფერი აღარ იყო უკვე ყველაფერი მოსწორებული იყო. რამე გეგმები თუ გაქვთ ისეთი, რადგანაც ერთობლივად ხართ იკრიბებით ისევ ადგილზე, აი ეს მოლოდინები თუ ერთის მხრივ ვიცით რომ გამოძება დაწყებულია, მეორეს მხრივ მაინც ადგილზე მიდიხართ, აი კიდევ რამე გეგმები გაქვთ? მივდივართ, ვიკრიბებით, მიდიან იქ მერიაში ნაწილი მენეჯერი იქ რაღაცები ისაკნეს. შეიტანეს განცხადება დახმარებაზე იმაზე და ამისთვის დავდივართ და ვნახოთ რა იქნება. დაახლოებით რამდენი ადამიანია დაზარალებული? დიდი რიცხვი იყო მახსოვს 300. არ ვიცი 400 რაღაცა თუ 375-ო თუ 400 რაღაცა რა ვიცი ზოგს ორი ადგილი ქონა ზოგს არ. ხო, როგორც წესი მე მგონი ოჯახებიც არიან, ხო? აი ცოლი, ქმარი, შვილები, ესეთი. კი, არიან ასეთები. დედაშვილი და რა ვიცი, ბევრი არიან ასეთი. ერთი ოჯახის წევრებიც. გაიჟღერა თუ არ ვცდები იმან რომ რატომ არ არსებობს კამერის ჩანაწერები. გასაგებია რომ იქ ყველაფერი დაიწვა, მაგრამ ანუ ხომ არ ყოფილა ეგეთი ინფორმაცია რომ სადმე სხვაგან იწერებოდა ის სიგნალი რომელიც მიდიოდა ვთქვათ გამოსახულება იყო დამონტაჟებული ზოგადად ანუ კი, ზოგადად კამერები იყო დამონტაჟებული ყველგან იყო. იყო ნამდვილად იყო კამერები და თუ რამე დაიკარგებოდა ან რამე გაურკვევლობა იყო ისაშობდნენ, ეძებდნენ და ნახულობდნენ იმ კამერების საშუალებით. კამერები ნამდვილად იყო. მაგრამ ახლა ჯერ არ გამოჩენილა. ახლა არ ვიცი, შულო იძახიან დაიწვაო და რა ვიცი. სახანძრო სისტემები ან რაღაცა იცი არ იყო რამე ვთქვათ მეტუმეტეს ამ გამოცდილებით რომ ცეცხლჩამქრები ეკიდა კი იყო ცეცხლჩამქრები მაგრამ დაცვა სულ იყო ისა რამდენიმე კაცი და ისინი ხა კი გაიქცენო მაგრამ ასეთ მოდებულ ცეცხლ ვერ ჩააქრობდნენ არ არსებობს 12 წელი ბრძანეთ ხო 12 წელია რაც მან მუშაობთ ხო და ყოველდღიურად მან დიყავით აი ზუსტად 2012 წლის შემდეგ ითვლის ხალხი ხო რაღაცებს იმ თავრობაზე, ამ თავრობაზე ხაცა პოლიტიკურ ამბავში მივდივარ, მაგრამ ხო, ნუ ამით ძალიან ამაყობენ ხოლმე და ყოველდღე გვიმეორებენ, რომ აი ამდენი ორნიშნავ ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ყველაფერი ყვავის და ასე შემდეგ. მოდი ამაზე წავიდეთ ხა, ნუ ვისაუბრეთ მეტნაკლებად თქვენ მდგომარეობაზე, ხალხზე გველაპარაკეთ რა. აი ბაზარი ყოველთვის არის მაჩვენებელი, რაღაცა კარგი ტესტი, თუ გინდა გაიგო რა ხდება ხალხში, უნდა გაიარო ვაგზალზე რა. ეგ მომენტი მუდმივად არის და თქვენ აი ძალიან საინტერესო ხალხი ხართ მაგ მხრივ, რომ ამ საზოგადოებას ყოველდღე აკვირდებით. იმასაც აკვირდებით გუშინ როგორ იყო, დღეს როგორ არის, 5 წლის წინ როგორ იყო, 10 წლის წინ როგორ იყო, ან თუნდაც იმ 2012 წლამდე როგორ იყო, ხო? მოგვიყევით რა თქვენი გამოცდილებით, აი თქვენი თვალით დაგვანახეთ ეგ ამბავი თუ შეიძლება, ანუ ხალხში რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში? რა ვიცი, შვილო, ხალხში რა შეიცვალა? იყო ის 90-იანებიდან მოყოლებული და იმ გაჭირებულ დროში ცხოვრობდით და შუქიც რო არ გქონდა, წყალიც რო არ გქონდა, არაფერი პატარა მყავდა შვილი და ტყეში დავდიოდით რომ ფიჩხები მოგვეტანა, ახლოს ცხოვრობთ ხუდადოვის ტყესთან და იქ ტყიდან ხმელ ფიჩხებს ვაგროვებდით და იმით ვთმებოდით, ისეთი პერიოდი გქონდა. ღამე შუქია ხო არ გქონდა და თუ ერთი მოვიდოდა და ჩაქრებოდა ყველა იმას საშუალება შუქზე ბავშვებზე ხო ბავშვობაში აღარ მინდა ეხლა რომ თქვა როგორ იტყოდა ხომ ჩემი პატარა შვილი დაუბნელდეთ თვალები ჩაგრო შუქიო მე ცოტა ანუ ხალხმა მოითქვა თუ არა სული აი ბოლო დროს ასე ვთქვა რა აი ამ იყო რამე სხვაობა აი თქვენ თვალით რას ხედავდით ანუ გაუჩნდა ხალხს ფული გაუჩნდა მყიდველის უნარი თუ არა მყიდვის უნარიანობაზე ვერ გეტყვით რომ დიდად ძირითადად აი ის ოჯახები ვისაც წასულები ყავთ საზღვარგარეთ და იქიდან უგზავნიან თანხას შრომობენ იქ და იქიდან უგზავნიან უფრო მეტად იმათ აქვთ ის ყიდვის საშუალებაც, უფრო მეტი შეძენის საშუალებაც. აქ აღარც სამსახური ეს ჩვენი ბაზრობა
ბაზრობები ისეთი რამეა, რომ იქნებ როგორმე პურის ფული იშოვო და ის შეიტანო სახლში, თორე დიდი რაღაცის გაკეთება ან დიდი რაღაცის შეძენის საშუალება არც არავის არ აქვს. ძირითადად ყველაზე მეტად აი წასულები რო არიან ოჯახის წევრები და იქ რაღაცას იქიდან უგზავნიან, ისინი თითქმის არ არსებობს ოჯახი რო არ ყავდეს გაშვებული საზღვარგარეთ და იქიდან არ უგზავნიდნენ თანხას. თორე აქ ქარხნები აქ არ მუშაობს, არაფერი ბაზრობის და მაღაზიების მეტი აქ არაფერი არ მუშაობს და რანაირად არის ეკონომიკა წინ წასული, ის არის ის თანხები იქიდან რო შემოდის, თორე ჩვენთან რა წარმოება არაფერი. ანუ ხალხთან ურთიერთობაში თქვენ ეს არ გიგრძნიათ, ასე ვთქვათ, რომ ვთქვათ, რამე შეიცვალა მათთვის. არანაირი სიკეთისთვის არაფერია, სიკეთისკენ არაფერი არ არის შვილო შეცვლილი და რაღაცნაირად თავი გავქონდა ასე ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, ის რაღაცას ყიდის, მეორე ყიდულობს, ის იმისგან ყიდულობს, ასე ჩვენ ერთმანეთი გავიტანეთ ამდენი წლების განმავლობაში. აი ქუჩაში დგომით, ბაზარში დგომით და ერთმანეთი გავყავს ქართველებს ასე ვარ. სხვანაირად სხვა შემოსავალია, სხვანაირი ჩვენ ისეთი რო იყო ქარხნები, რო იყო დაწესებულებები და ისინი არცაც ადღა არის ქართული რა არის საერთოდ. პროდუქტი რო პროდუქტია, ისიც შემოაქვთ და ისიც შემოტანილია. სოფლებში ხალხი აღარ არის გაჩერი, ყველა წამოსულია და ბაზარში დგას. იმიტომ რომ იქ ვერაფერს ვერ აკეთებენ, რომ იმუშაონ, არა აქვთ ის შემოსავალი და ხელშეწყობაც არა აქვთ ალბათ, თორე აბა რა ვიცი. ნუ ერთ სიტყვით დიდად სურათი არანაირი უკეთესობისკენ არ არის ჩვენი საქმე წასული პირიქით. ანუ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? არანაირი ეკონომიკური, არ ვიცი, საკუთარ ჯიბებზე შეიძლება გძნობენ, მაგრამ პოლიტიკაზე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ბაზარში? პოლიტიკაზე აზრი არ აქვს ჩვენ ლაპარაკს პოლიტიკაზე. რატომ არავინ არ გვისმენს ჩვენ ლაპარაკს. ჩვენ კი არა ჩვენზე უფრო არა, მე მგონია ქალბატონ ლილი მაგას ვერ დაგეთანხმებით, რომ ყველამ უნდა ვილაპარაკოთ და თქვენ ამბავს მე ვერასდროს ვერ მოვყვები თქვენზე უკეთ, ხო? ნუ თუმცა მათ აქვთ განცდა, რომ მათ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ლაპარაკს აზრი არ აქვს, ჩვენ ეს ვიცით, იმიტომ რომ ჩვენზე მეტად განვითარებული, ახალი თაობა, განათლებული, ჭკვიანი თაობა გამოსულია, მაგრამ არავინ არ უსმენს. აი ნამდვილად ჭკვიანები არიან და განათლებული, ბევრი მაიცის ზოგმა, ვინც აყოლილია პროპაგანდას, რომ ისე რომ აი რა უნდათ ქუჩაში, მაგრამ სინამდვილეში ისინი ქვეყნის დამცველები არიან და სამშობლოს დამცველები. ქალბატონ ლილი, გავკაზნიერდები ჩვენ სანამ ჩაწერას დავიწყებდით, საუბრობდით რაღაც მიმდინარე პროცესებზე და ასეთი ფრაზა ვთქვით აქ, რომ რუსეთისკენ როგორ შეიძლება მივბრუნდეთ ისევ. არანაირად. და ძალიან ემოციური იყო თქვენი ამბები, თუ შესაძლებელია რომ ისევ გაიხსენოთ და დარწმუნებული ვარ თქვენს გვერდზეც იყვნენ ადამიანები, იგივე ბაზრობაზეც, რომელიც დევნილობა გამოვლილია, პირადი შეხება ქონია ამ ამბებთან. რა მოლოდინი გაქვთ ზოგადად ამ ქვეყანას? არის თუ არა შესაძლებელი, რომ კურსი შეტრიალდეს და ისევ საქართველოს მოქალაქემ თქვას, რომ მეგობარი არის რუსეთი მისი? მე პირადად არანაირი მეგობარი არ არის საქართველოსი რუსეთი, ეს მე პირადად ჩემი აზრი ასეთია. და მე პირადად ყველა შევებრძოლები, ვინც იტყვის იმას, რომ საქართველოს მოყვარია რუსეთი. ჩვენი სასაფლაოები სავსეა საჯიში ბიჭებით რუსებისგან დახოცილი და როგორ დაესხა საქართველოს, რისთვის დაესხა. კარგი აბრალებენ, რომ დაიწყო ჩვენმა მთავრობამ ომი, როგორ დაიწყო ცხინვალში, ჩვენ თავის მიწაზე დაიწყო ომი. როგორ შეიძლება რომ თავის მიწაზე დაიწყო ომი? მე თვითონ ჩემი თვალით ჯერ როდის იყო, რომელ წლებში იყო ცხინვალის მისადგომებთან ბევრჯერ ყოფილი ვარ, იმიტომ ჩემი შვილი იმ დროს პირველ გვარდიაში იყო და იქ იბრძოდა და მივდიოდით რომ გიჟებივით ვიყავით მეც ჩემი მეუღლეც რომ დამენახა ბავშვი ცოცხალი იყო თუ არა და მე იმდენი რამე მაქვს დანახი და ის ტყუების სროლა ჩვენი მანქანის წინ რომ არ ვიცი ან ჩვენ როგორ გადავრჩით ცოცხლები და ან როგორ გადამირჩა ჩემი შვილი ცოცხალი მე არ ვიცი და რამდენს არ გადაურჩა და ისინი ხო როგორ უნდა თქვა რომ რუსეთი არის საქართველოს მოყვარე როგორ არის და ან ჩვენ გმირებზე როგორ უნდა თქვა რომ ისინი გმირები არ არიან როგორ უნდა თქვა მე არ ვიცი
ზოგჯერ ჩემ თავზე შემოუძახებ ხოლმე ჩემ თავს, რომ არ შეიძლება რაღაცაზე დავიწუწუნო, როცა რაღაცა გამიჭირდება, რაღაც პრობლემა შემექმნება, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჩემ გვერდზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ომები გამოიარეს თავის ფეხით, პირდაპირ მნიშვნელობით, ნახეს საკუთარი შვილების, მშობლების ჩახოცვა და მე როცა ვიგებთ რომ ბაზარი დაიწვა, ხედავთ რომ ის ადამიანები, რომლებმაც აი ამ ხელაუღელტეხილები გამოიარეს და აქაც კიდე აქ ნოლიდან დაიწყეს ცხოვრება და ახლა ისევ ნოლიდან უნდა დაიწყონ ცხოვრება, იმიტომ რომ იმათ პურის ლუკმის შემოსავალი და იმათი რაღაცა კაპიკებით აქედან არ აქვს შემოსავალი, სხვა რა შემოსავალი არაფერი. რას ამბობენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ ძალიან რთულია მესმის, როცა ახალგაზრდა ხარ, სხვა შემართება გაქვთ. აი თქვენც რაღაცა პერიოდის მერე ისევ თავიდან დაიწყებთ ამ ყველაფერს, აი თქვენ თავში როგორ გრძნობთ ამ ძალას? და ვიცი, თავიდან დაწყება ადვილი არაფრის არ არის შვილო, მით უმეტეს ახლა ჩემი ხნის ადამიანისთვის ნამდვილად არ არის თავიდან დაწყება ადვილი, მაგრამ რაღაცნაირად უნდა შეეჭიდო ცხოვრებას, აბა რას იზამ? უნდა გაუძლო. ხო, და მთავარია ქვეყანამაც მოგცეს ამის უნდა მოგცეს. ჩვენ იმიტომ ვირჩევთ იმ ხელისუფლებას, იმ მთავრობას, რომ უნდა ადამიანებზე იზრუნოს და ქვეყანაზე იზრუნოს. დადებითად უნდა იზრუნონ და არა მარტო თავის ჯიბეებზე. ამ ზრუნვას გრძნობდით, კარგით, აი ბოლო ხანძართა რო არ მივიდეთ რომ დაგეხმარებენ, აი ამ ზრუნვას გრძნობდით. აი ეს ზრუნვა რომ მეგრძნო, მე ამ ხნის ქალს არ ბაზარში რა საქმე მქონდა. მე უნდა სახლში მჯდარიყავი და ქონოდათ კარგი პენსია. ო, მე ისეთი პენსია უნდა მქონდა, რომ ბაზარში არ უნდა მჯდარიყავი. ადამიანებს უჭირთ დღეს თუ არა რაღაცა წინააღმდეგობა, რაღაცაზე ხმის ამოღება, თუნდაც იმ თქვენ გარშემო იმ ბაზარში საზოგადოებას თქვენ როგორ აფასებთ დღეს, რამდენად შეუძლიათ იყონ ხმამაღალი, როცა ეს საჭირო არის და მიგაჩნიათ თუ არა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ან ნაკლებად, არ ვიცი, თქვენი აზრი მითხარით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რასაც ფიქრობს, ის რო თქვას ადამიანმა, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ეშინია. პროპაგანდა ნამდვილად მუშაობს და ბევრს ეშინია. ის ფაქტორი რა არის? აი როცა ყველაფერი დაგეწვა, აი თითქოს დასაკარგი არაფერი არ გაქვს, მან შიშის დაგეწვა, მაგრამ იქ ოჯახის წევრები გყავს, იქ ახლობლები გყავს, იქ ისეთი რამე რომ მაინც ეშინიათ. ვიღაცა ისეთ ადგილზე მუშაობს, რომ იმის განთავისუფლების ეშინიათ. რაღაც ყველას ეშინია, იმიტომ რომ არის ის სიტუაცია, რომ დაშინებულია ხალხი და რატომ საიდან ჩდება ეგ განცდა? რაც გულში აქვს. ჩანს ვთქვამთ რომ აი ცხოვრებიდან. ამბობენ ხოლმე რომ აი ვიღაცამ რაღაც შემოუთვალა მაგალითად. ამბობენ არ თქვა თორემ აი ვერ იტყვის იმის იქ მუშაობს, ის იქ მუშაობს და არ შეუძლია რო თქვას. თორე შესაძლოა და უნდა რამის თქმა, მაგრამ ვერ ამბობს. ხო, ეს შიში ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა ზოგადად ადამიანების. პროპაგანდით კიდე ძალიან ბევრს ჯერავს პროპაგანდის, ბევრი, რამდენიც გინდათ. მაგალითად რის ჯერათ? ბევრი ამბობს აი რა ვქნა, მშვიდობა იყოს ოღონდ და რა ვქნა, ვიყო გაჭირებული, არაუშავს. მშვიდობა ქვია იმას, რომ ქშიოდეს, პურის ფული არ ქონდეს. წამლის ფული არ ქონდეს, ექიმთან ვერ მიდიოდე და ეგ ამშვიდობა. ეგ ნამდვილად არ არის მშვიდობა. მაგრამ იმას ჯერავს ის, რომ მშვიდობაა თურმე. და გაჭირებაც უნდა აიტანოს, არის ასეთი ადამიანებიც. კი, ნამდვილად არის. მოგისმენია ეგეთი ხალხისთვის. ხო, ნუ რას ეტყოდით მაგ ხალხს? ამ ხალხს ვეტყოდი, რომ ჯობია სიმართლის თქმა და თქვა ის სიმართლე, რაც გულში გაქვს, ვიდრე დაფარო, იმიტომ რომ ის სიმართლის თქმელი ყოველთვის გაიმარჯვებს იმ თავის სიმართლით და თორე შეიძლება ძალიანაც უფრთხილდებოდე, მაგრამ 5 წუთში რაღაც დაგენგრეს. მაგრამ აი ხო ამ ხელა წლების ნაშრომი 5 წუთში წყალში გადავყარეთ და იქიდან არაფერი აღარა გვაქვს და ამ მთელი შენი ცხოვრების მანძილზე ნაშოვნია თუ რამე გაქვს თუ თუნდაც ოჯახის წევრები თუ ყველაფერი იმ ოჯახის წევრებისთვის უნდა იბრძოლო, იყვნენ კარგ ქვეყანაში იცხოვრონ და ნორმალურ ქვეყანაში და ბედნიერად იცხოვრონ და იყვნენ მომავალმა თაობამ მაინც.
ისე ახალგაზრდების სიჩუმე უფრო გიკვირთ თუ ასაკოვანი ხალხის და ვის რა აჩუმებს თქვენი აზრით? აი ასაკოვანებმა ვის უფრო მიკვირს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი აქვთ გამოვლილი, ძალიან ბევრი აქვთ ნანახი და არ უნდა ამბობდნენ იმას, რომ არა ეხლა მშვიდობაა და რა გვიჭირს. როდის იყო ჩვენთან მშვიდობა? ეხლა ამას მშვიდობა არ ქვია. მართალია ის ტყუებს არ გვესვრის ეხლა რუსეთი, მაგრამ უარეს გვიკეთებს კიდე იმაზე მეც, ვიდრე მთელი რუსეთი მაგაც ხელშია ეხლა საქართველოს ამდენი მიწები წაგვართვეს, ამდენი მიწები მისცეს რუსეთის მოქალაქეებს. აბა რუსეთი ის არის ჩვენი მტერია, აბა რა არის? ახალგაზრდებზე რას ფიქრობთ? ახალგაზრდები უფრო ესენი არიან. უფრო მეტად ესვით მე მგონი ეხლა. არის რუსეთი, ვინ არის რუსეთი საქართველოსთვის. ხო და ანუ აი ცოტა უცნაური არ არის თქვენი აზრით, რომ ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოიარა აგრესია, რას ნიშნავს, მათ უფრო რთულად ესმით, რატომ ხდება თქვენი აზრით ესე? შეშინებულები არიან, მე ასე მგონია და იმიტომ. და პროპაგანდაც ზუსტად შიშზე მეანიშნებს. ზუსტად. რომ ტკივილები აი ჩვენ თუ არა და ასე იქნებით, აი ჩვენ თუ არა და ომი იქნება ჩვენ თუ არა და ნუ აი ასე აშინებენ ხალხს. ასე აშინებენ კი ჯერავთ უკვე იმათ დაჯერებული აქვთ. ხო, ეგ უკვე პროპაგანდა, ეგ შიშიც არა. ეგ უკვე ხო, უბრალოდ ძალიან საინტერესოა ეგ, რომ ამდენი წელი რაღაცით რომ გაშინებენ და რაღაცის დაკარგვის გეშინია და ის რეალურად წუთში დაგეკარგა, ეს შიში წესით არ უნდა არსებობდეს, მაგრამ პროპაგანდა ხო ამიტომაც არის ძალიან საშინელი. მიხარია რომ საუბრობთ, მიხარია რომ ჩვენ მოგვეცით ამის საშუალება და მიხარია რომ თქვენ არ გეშინიათ. ძალიან მიხარია ამის. დიდი მადლობა და ვიცი მე მართლა ითათო ამბობდა რომ რაღაცა მეუხერხულება ხოლმეო რომ გამოვხატო რაღაცა ჩემი დისკომფორტი და აი მიჭირს თუ რაღაც ეგეთი, როცა ადამიანებს ძალიან ბევრი რაღაცა აქვს გამოვლილი რა. უკრაინაში შევხვდი ოჯახებს, რომლებიც მოდიოდნენ მარიუპოლიდან და ამ ხალხმა მითხრა რომ სამჯერ იყვნენ რუსეთისგან დევნილი. ანუ ჯერ აფხაზეთიდან იყვნენ გაყარილი აქედან, წავიდნენ შემდეგ ყირიმში იყვნენ, ერთ-ერთი ოჯახი ამას მიყვებოდა და იქიდან გამოყარეს 2014 წელს და შემდეგ უკვე იყვნენ მარიუპოლში და იქიდან უკვე მესამედ გამოყარა რუსეთმა და მიდიოდნენ ევროპაში და არ იცოდნენ სად მიდიოდნენ და მაგრამ მაინც აი მთელი გზა მათთან ერთად გავატარე და სულ იყვნენ შემართებით, რომ აი ჩვენ იმდენჯერ ავდექით ფერფლიდან, ავსდექით და იმდენჯერ შევძელით ცხოვრების გაგრძელება, რომ ახლაც რაღაც იქნება და ჩვენ რადგან იმ ჯოჯოხეთს გამოვეკეცით, რაც რუსეთმა უკვე სამჯერ მოგვიწყო, ალბათ გადავრჩებით და ეგეთ მომენტებში ეგეთ ხალხს რომ უსმენ ხოლმე, ვფიქრობ, რომ არ უნდა იყო ადამიანი რაღაც შიშის მონა რა, არ შეიძლება, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და არასდროს არ უნდა შეწყვიტო ბრძოლა განვითარებისთვის და წამოდგომისთვის და არც უნდა აგერიოს მტერი და მოყარე ერთმანეთში. ალბათ ეს ყველა სხვისი რაღაცა გაკვეთილებით მაინც უნდა ვისწავლოთ რაღაცები. ლილი ნოზაძე, გოგიაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვდით. აზრის ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც დაიწვა სულ 2-3 დღის წინ. და ველოდებით საზოგადოების გამოხმაურებებს, თუ ფიქრობთ, რომ საინტერესოა ესეთი მიდგომა, რომ არაც მხოლოდ ცნობილი სახეები და არაც მხოლოდ რაღაც აქტუალური პოლიტიკური საკითხები გავარჩიოთ ხოლმე და ხალხის ხმა მოვისმინოთ, მათ რა შეხედულებები აქვთ, რა აზრის არიან ამა თუ იმ ამბავზე, თუნდაც პოლიტიკაზე, თუნდაც სოციალურ საკითხებზე. შეგვეხმიანეთ, მადლობა ვინც თვალს გვადევნებთ, თქვენ ემიგრანტები ახსენეთ და ძალიან ბევრი გვიყურებს უცხო ქვეყნებიდან, სადაც არიან წასული სამუშაოდ და რაღაცა
ელემენტარული შემოსავლის მისაღებად. ვიზეს დგას ქართული ეკონომიკა. კი ბატონო, და ეს მადლობა ხალხი და გვეხმაურება ხოლმე კომენტარებში და ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა რომ გვიყურებთ, თვალს გვადევნებთ და თუ მოგეწონათ და არ ხართ ჩვენი გამომწერები, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოიწერეთ ასევე კიაფი. საინტერესო პლატფორმებს ვცდილობთ რომ შემოგთავაზოთ და განმოვითაროთ, გამოიწეროთ მარიამის ვლოგი და დიდი მადლობა პოსტერ ბარს, სადაც გვითმობენ სივრცეს საერთოდ ძალიან ტექნიკურად ღარიბი, მაგრამ ძალიან საინტერესო დისკუსიებისთვის. მადლობა პოსტერ ბარს. ნახვამდის. მადლობა დროებით.